ეხლა შემდეგი რას ვაკეთებთ? მისაღებ ოთახში ერთი როზეტია დაბლა დასამატებელი, რომელიც შემდეგ მოექცევა შკაფში. კედლიდან მარცხნიდან, ანუ მარჯვნისაკენ გადმოსვლა უნდა იყოს 2 მეტრი. აი აქ არის 2 მეტრი. 20 არის აქ და 21.5 ავიღოთ, იმიტომ რომ იატაკიც რო დაიგება, ზუსტად იატაკიდან გამოვა 20 სანტიმეტრი. ბურღი დავადოთ ზუსტად ცენტრს. აი რა სუფთად მუშაობს ჩემი პერფერატორი. აი ეს შევა და დაფიქსირდება. აი გუშინ დავნიშნე ეთყობა კიდევაც, მაგრამ გადავამოწმოთ. ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერიო. კი ბატონო, არის ზუსტად 85 სანტიმეტრი და არის აქაც 201.5 და აი აქ უნდა გაკეთდეს წერტილი. რაც შეეხება ჩვენს თაროების თუ შკაფის LED სენსორულ განათებას, ჩვენ აქ გვინდა უბრალოდ მინუს პლუსის მოყვანა. კედლის გაფუჭება არ მინდა, აი ამ კოლოფიდან პატარა მონაკვეთი მოუწევს ჩათხრა, ესე ამოვა სადენებზე, გადმოივლის აქ, წამოვა აი აქ და ზუსტად ვერტიკალით დაეშვება აი ამ წერტილამდე და ყველაზე მოკლე მონაკვეთი, აი ეს მოკლე მონაკვეთი, ეხლა ეს გარდაუვალია კედლის დაზიანება აი აქ მოგვიწევს ჩასწორება. მაგრამ დამეთანხმებით, რომ აი ესე გაჭრას და კედლის აი ესე გაფუჭებას, ან ნებისმიერი სხვა გზით აი აქ მოსვლას ყველაზე, ასე ვთქვათ, მინიმალური ზიანი, რაც ამ კედელს ადგება, არის აი ეს გადაწყვეტილება. ჰორიზონტალი არ გვჭირდება, ცალხაზა ვერტიკალი. აი ამ ხაზზე უნდა დავდოთ. ვერტიკალი უკვე ჩამოვხაზე, ერთი ხამუთის სამაგრი ცენტრში გავაკეთე. მეორე თვითონ სავარაუდოდ სადენებთან გაკეთდება, იმიტომ რომ არა აქვს, ცოტა არის და აი შორს არის ეს მანძილი და ზუსტად შუა ნაწილი უწევს და კარგი იქნება გამყარებას უწავა და იმედია აქ არმატურა არ გადის. და კიდე ერთი რაღაც რაც მინდოდა მეთქვა რა, აი ხელოსნებისთვის, ჩემთვის მაგალითად რატო არის ეს ZK XL10 ნომერი ყველაზე ერთ-ერთი საყვარელი ხელთათმანი ჩემთვის, რომ ტელეფონი აი უცბად რო გჭირდება, სენსორი ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა უყურეთ რატო, როგორი სიზუსტით მუშაობს. ნახე, 5, 9, 3, 41, 51 და ბოლო 2 ციფრი უცნობია. ეხლა აქ რა ხდება? ის უკვე ჩამოვთხარეთ, ესეც გავაკეთე ვერტიკალურად ჩამოჭრა, საბურღი და წერტილები არის ეხლა ჭერზე და ვერტიკალზე გასაკეთებელი. სკოპები და ელვისებური ხამუთები უკვე დაყენებულია მთლიან პერიმეტრზე, სადაც გვინდა სადენის გაბმა, დამატებით აი იქაც წავიდა სკოპი, რაც გაამყარებს იმ სადენების შეერთებას, ჭერთან კარგი დაკავშირება ექნება. კოლოფის ცენტრამდე 30, ეს ჩვენი უკვე 80 + 20 სანტიმეტრი ნამატი, ანუ დაემატა ზუსტად მეტრი. შესაბამისად, გამოგვივიდა რამდენი იყო? 3 და 40, ანუ 4 და 40. ის 4 მეტრი და პლუს 40 სანტიმეტრი. ასე. ესე ჩვენი სადენი. ამ სადენებთან ერთად კარგად დაფიქსირდება ჭერზე. LED-ის განათებაც მოვიდა, რომელიც შემდგომში შკაფთან იქნება სენსორზე. აი ესე მოვიყვანე სადენი კოლოფიდან.